არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი, მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი. რა არის მოდერნიზმი? შეიძლება თუ არა მართლმადიდებლობა იყოს თავსებადი მოდერნიზმთან? მოდერნიზმი ნიშნავს განახლებას. იგი, როგორც ეკლესიის სულიერი ღირებულებების მუდმივი, პერმანენტული რევიზია, ემყარება ცრუ ფსიქოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ დადგენილებებს. თავად სიტყვა თანამედროვე ან განახლება უკვე გულისხმობს გარკვეულ კონცეფციას, კერძოდ კი იმას, რომ ეკლესია არის განვითარებადი და ევოლუციური ორგანიზმი, რომელშიც ძველი და ჩამორჩენილი უნდა გაქრეს და ჩანაცვლდეს რაღაც ახლით და სიცოცხლის უნარიანით. ევოლუციური ეკლესიის ეს თეორია იწვევს ეკლესიის როგორც განცხადებული სისავსის ცნების განადგურებას, რომელიც ისტორიის ნებისმიერ დროში საკუთარი თავის იდენტურია. ევოლუციის თეორია ამახინჯებს მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიას. ის წარმოადგენს ადამიანს როგორც ისტორიულად განვითარებად არსებას, რომელიც აღემატება წარსულში მქონე რელიგიურ ცოდნასა და წარმოდგენებს და საჭიროებს ახალ, უფრო სიღრმისეულ, თავისი დროის შესაფერის გაგებებს. მოდერნიზმში თავად გამოცხადება ევოლუციონირებს და მომავალი წარმოდგენილია, როგორც ახალი რელიგიური აღმოჩენების შესაძლებლობა. რელიგია იძენს უცნაურ მსგავსებას და ანალოგიას სამეცნიერო ჰიპოთეზებთან, რომლებიც ცოდნის დაგროვებისას იხვეწება და იცვლება. ანუ მოდერნისტისთვის ჭეშმარიტება ხდება ფარდობითი, რელატივისტური ცნება. მაშინ ბუნდოვანი ხდება შემდეგი კითხვა: რომელი ეკლესიის გვწამს ჩვენ? ავწყოს თუ მომავალი ეკლესიის? და რას წარმოადგენენ დოგმები? ეკლესიის ცნობიერებას თუ ადამიანის განვითარების ეტაპს? ჩვენ გვესახება, რომ მოდერნიზმი ადამიანური ცოდნის ორი გეგმის ან სფეროს სულიერისა და მშვენიერის შერწყმისა და გადაადგილების ერთ-ერთი შედეგია. მასში ცხოვრებასთან და სულიერ ხედვასთან დაკავშირებული საკითხები მშვენიერ დონეზე წყდება. საღვთო გამოცხადება მშვენიერი ცნებების პრიზმით აღიქმება. სულიერი ისახება არა როგორც ამქვეყნიურზე მშვენიერი, არამედ მიწიერი სილამაზე, არა ამაღლებული, არამედ როგორც აღფრთოვანების გამომწვევი, არა სიღრმისეული, არამედ გაფერადებული. სულის განწმენდა წარმოდგენილი არა როგორც გამარჯვება გონებისა და ნებელობის ვნებებზე მადლის მეშვეობით, არამედ როგორც დრამის კატარზისი, ანუ როგორც ღრმა კონტრასტული გამოცდილება. მოდერნიზმში საჭიროა ეფექტი, რომელიც გულისხმობს არა სულიერ სიმშვიდესა და სიწყნარეს, არამედ ფსიქიურ აღგზნებასა და აფექტურობას. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება სიღრმისეულია, მაგრამ ამავდროულად მარტივია. მოდერნიზმი უცხოა ამ სიმარტივისათვის, თუმცა შესაძლოა ხელოვნური გამარტივება გამოიყენოს როგორც ერთ-ერთი ტექნიკა. სულიერი ცხოვრება არ არის გრძნობების რთული და ხატოვანი მოზაიკა, არც ემოციების ტალღები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ადამიანის ცხოვრებაში, გარდამტეხი მომენტების დროს სინანულმა შეიძლება ემოციური ხასიათიც მიიღოს. სულიერი ცხოვრება ასებითად მშვიდი და მკაფიოა, თუმცა მოდერნისტები ამ სიმშვიდეს აღიქვამენ როგორც რაღაც უსიცოცხლოს, მათ შორის გავრცელებულია გამოთქმა მძინარე აღმოსავლეთი ბრჭყალებში. მათთვის სულიერი ცხოვრება გარეგანი დინამიკაა, რის გამოც მოდერნისტები როგორც წესი მონაზვნობას სულიერ ეგოცენტრიზმად მიიჩნევენ. მოდერნისტები წმინდა წერილის სიტყვებს ციტირებენ: მე მუდამ ვიქმ სიახლეს იმის გასამართლებლად, რომ ეკლესია ახალი გაუმჯობესების, აღმოჩენებისა და შემოქმედებითი იდეების გამოცდის პოლიგონად აქციონ, რაც მორწმუნეთისთვის ან ემოციურ თავდასხმად, ან ბავშვურ ახირებად გვეჩვენება. მუდამ ახალი, არა ამ ქვეყნად, არამედ სული წმინდაში, ადამიანის სულის მადლის მიერი გამოცდილებაში, განახლებულ სულიერ ხედვებში. აქ დედამიწაზე ყველაფერი ძველია, ძველი ჭეშმარიტება, ძველი შეცდომები. მოდერნიზმისთვის უცხოა კრეფსითობის იდეა. ეკლესიის სიმბოლოები ქრისტიანებს აერთიანებს ერთიან სულიერ ხედვაში, ეკლესიის ერთიან ენაში. მოდერნისტები კი ცდილობენ ეკლესიის წესგანგებულებანი ჩაანაცვლონ ხატოვანი სისტემით, ფიგურალურად რომ ვთქვათ, საკუთარი აბრაკადაბრა
შემოიტანონ ეკლესიის ენაში. ამ გაგებით მოდერნიზმი არის მორწმუნეებს შორის ეკლესიის ლოცვაში უთანხმოების შემოტანა, ანუ ცენტრიდანული მოვლენა. მოდერნისტები ვერ აცნობიერებენ ან ვერ ხვდებიან, რომ სიმბოლოები ადამიანის ენის სხვა გამოსახვითი საშუალებებისგან განსხვავებით არ არის შედგენილი, არამედ არსებობს როგორც მოცემულობა ადამიანის აზროვნებაში, მაკროკოსმოსში. სიმბოლო არის მტკიცებულება იმისა, რომ ხილული სამყარო უხილავ სამყაროსთან მიმართებაში წარმოადგენს გარკვეულ მსგავსებას ერთიანი პრინციპის შესაქმნელად. მოდერნისტები სიმბოლოებს, რომელიც საკუთარ გამოგონებით ან მშვენიერი სფეროდან იღებენ, ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფილოსოფიიდან, მეცნიერებიდან, მეტაფორებით, ემბლემებით, პოეტური ალეგორიებით და მსგავსით ცლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ძველი ეკლესიის ენა თანამედროვე ადამიანისთვის გაუგებარია და რომ გამოხატვის სხვა უფრო ხელმისაწვდომი საშუალებები უნდა მოიძებნოს. ეს პროფანაციაა. საიდუმლო ყოველთვის გაუგებარი რჩება, რა ვერბალურ ინტერპრეტაციასაც არ უნდა დავექვემდებაროთ, იგი საიდუმლო ლექსიკონის სემანტიკის დონეზე არ ვლინდება. ის ადამიანის სულიერი მზაობის მიხედვით ვლინდება. ფორმა შინაარსთან არის დაკავშირებული, თავად გამოცხადება შობს ფორმას, ფორმის ცვლილებებასთან ერთად შინაარსიც იცვლება. რაციონალიზმი რელიგიაში გახლავთ სურვილი გაუმქმდეს რწმენის ფენომენი, როგორც ღმერთთან ზიარების შინაგანი სულიერი შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს გონება, ნოუს, გონიერებით რაციო, რომელიც ცდილობს სულის ადგილის უზურპირებას, მითვისებას. შეზღუდული ცდილობს განსაზღვროს შეუზღუდავი. აქ რელიგია, როგორც სულის ღვთაებრივთან იდუმალი ზიარება, როგორც წესი, ფილოსოფიითა და ზედაპირული მორალიზმით არის ჩანაცვლებული. საეკლესიო რიტუალები და წესგანგებულებები განჟღენთილია სიმბოლური და სულიერი შინაარსით, რომელშიც სამშვენელი უნდა ჩაერთოს, მიიღოს მისტიკური ინფორმაცია, არა რაციონალური ცოდნა, არამედ განწმენდა და სულიერი ძალა. თავისი სიღრმისეული შინაარსის გამო რიტუალისა და წესგანგებულებების გაგება ან მათი ამოწურვა სიტყვებით შეუძლებელია. მაშინაც კი რიტუალის ანალიზი და აღწერა შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული, ენობრივი და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, მისი არსი მაინც საიდუმლო დარჩებოდა. შიშველი გონებისთვის გაუგებარი რიტუალი შეიძლება შევადაროთ მდინარის კალაპოტს და მისი ნაკადი მადლს, რომელიც სულთან თანაზიარებით ადამიანს ახალ ქმნილებად აქცევს. არსებობს მოდერნიზმის კიდევ ერთი სახეობა, ცრუ მისტიციზმი, რომელიც თვით სულიერების ბრჭყალებში განახლებას ცდილობს. ადამიანები საკუთარ თავს უცნობი ძალების მედიუმებად მიიჩნევენ, რომელსაც იმ ანგელოზების გამოცხადებად ან სულიწმინდის ბრჭყალებში მოფენად აღიქვამენ. ასეთი მოდერნიზმი იღებს არა თეატრალურობის სახეს, რომელიც ეფექტებს ეძებს, არც ბრტყელი რაციონალიზმის, რომელიც ღვთაებრივი ჭეშმარიტებების ადამიანური გონების ქვეშ დაყენებას ცდილობს, არამედ იგი ოკულტიზმის ფორმას იღებს. ასეთი მოდერნისტები ეკლესიის მისტიციზმის ბრჭყალებში გაღრმავებას ცდილობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მას დემონიზმით ცვლიან. ამის ნათელი ილუსტრირებაა ვრუბელისა და დალის მიერ დახატული ბრჭყალებში ხატები, საიდანაც მორწმუნე ადამიანის სულისთვის შესამჩნევი მეტაფიზიკური წყდიადი გადმოედინება. მოდერნისტები ამბობენ ადამიანებმა, რომ გაგვიგონ დროს უნდა მივყვეთ, მაგრამ საით მიემართება კაცობრიობა და საით მიემართება დრო? ეკლესიამ თავისი მარადიული ღირებულებები უნდა შეინარჩუნოს დროის ცვლილებებისაგან, ანუ მასზე მაღლა უნდა დადგეს. გულუბრყვილობის გამოვლინებაა ვიფიქროთ, რომ თუ საიდუმლოს აქსიომად ან მისტიციზმს ფილოსოფიად გადავაქცევთ, თუნდაც ერთი ადამიანს გავხდით რელიგიურს, სულს ქრისტიანობისკენ ღვთის მადლი იზიდავს და სული განიცდის ქრისტიანობას, არა როგორც ქცევის კოდექსს ან რაციონალიზებული თეოლოგიის შეჯამებას, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღმერთის არსებობა ასეთივე აშკარაა, როგორც 2+2 უდრის 4-ს, არამედ როგორც საიდუმლოს, რომელიც უნდა ვეძიოთ, უფრთხილდებოდეთ და შევინარჩუნოთ. არსებობს მოდერნიზმის კიდევ ერთი ტიპი, რომელთა განხილვაც კი არ მსურს. პრაგმატისტი მოდერნისტები. მათ აინტერესებთ ეკლესიებში
დამსწრე მორწმუნეთა რაოდენობა. არითმეტიკული რიცხვი, რომლის სანაცვლოდაც ისინი მზად არიან ეკლესია საკონცერტო დარბაზად, პოლიტიკურ პლატფორმად ან სპირიტუალისტურ წრედ გადააქციონ. ისინი ყველა გემოვნებას აკმაყოფილებენ, სანამ გემი მგზავრებით არის სავსე, ხოლო თუ სად მიემგზავრება ეს გემი, მათთვის სულერთია. ქრისტემ თქვა, ვინც ჭეშმარიტებისაგანა, ის ჩემს ხმას მოისმენს. ეკლესიაში ადამიანები მოყავს მათ გულებში აჟღერებულ ჭეშმარიტების ხმას. მოდერნიზმი, როგორც წესი, იღებს სეკულარული კულტურისა და ცივილიზაციის კონცეფციებსა და გაგებებს. ანუ ეკლესიას ამსგავსებს ამას სოფელს, რომელიც მაცხოვრის სიტყვისებრ ბოროტებასა ზედაძევს. ბოლო დროს აყვავებული ბოროტების ფერებით ჭყალებში მოდერნიზმის კიდევ ერთი შტო რელიგიური ეკლექტიციზმი განვითარდა. ამ მიმართულების მოდერნისტები პირდაპირ არ აცხადებენ თავს ეკლესიის მასწავლებლებად, პირიქით ისინი საკუთარ თავს უბრალოდ მოწაფეებს უწოდებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი არა მართლმადიდებლობის, არამედ ყველა რელიგიისა და ფილოსოფიური სისტემის მოწაფეები არიან. ისინი თვლიან, რომ შესაძლებელია და აუცილებელიც კი სხვა რელიგიებიდან საუკეთესოს აღება და ამით ეკლესიის გამდიდრება. ეს ადამიანები, რომლებიც უცხო სარწმუნოების და აღმსარებლობის თემებს სტუმრობენ, მოუთმენლად ცდილობენ მართლმადიდებლობაში დანერგონ ის, რაც მათ გრძნობებს იზიდავს და წარმოსახვას აღაფრთოვანებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ რიტუალებში და წესგანგებულებაში კრისტალიზება განიცადა და ისევ შეიცავს საუკუნეების მანძილზე დაგროვილ სულიერ გამოცდილებას და ღრმა მნიშვნელობას. ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აღიქვამენ როგორც ორგანიზმს, სადაც ძალით შემოტანილი უცხო სხეული ტრავმას გამოიწვევს და შემდეგ ცოცხალი სხეულის მიერ იქნება უარყოფილი, ან დარჩება მასში, რითაც მის ჩაგვრესა და დაინფიცირებას გამოიწვევს. ჩვენ თანხვდებით, რომ ეს რიტუალები და წესგანგებულებები შეიცავს საკუთარ ინფორმაციას და ისახავს ამ თემების გამოცდილებას, მაგრამ როგორია ოკულტური თეოსოფიური ბუნების გამოცდილება? წინასწარმეტყველებმა გამოავლინეს, რომ ღმერთნი წარმართნანი ეშმაკ არიან, ხოლო მოციქულებმა ცნებად მოგცეს არა ვიხმიოდ დემონების სასმისისაგან. მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ იმიტომ ეწოდება მართლმადიდებლური, რომ მან შეინარჩუნა დოგმატური ინფორმაციის სიწმინდე და მადმოსილი სულიერი გამოცდილება. მოდერნისტები, როგორც წესი, აპროტესტებენ მათ თეოსოფებთან შედარებას. ისინი აცხადებენ, რომ ერთიან ეკლესიას ჭეშმარიტების სისავსისად მიიჩნევენ, მაგრამ სხვა რელიგიებში ნაწილობრივ ჭეშმარიტებას აღიარებენ და მათგან მიღწევების და მიღებას დასაშვებად მიიჩნევენ, მცირედი ფორმით მაინც. ისინი აღფრთოვანებულნი არიან 50-იანელთა ექსტაზით, მუსლიმური ნამაზით, ინდუისტური თეატრალური წარმოდგენებით, რომლებიც მისტერიულ პიესებს მოგვაგონებენ. კრიშნაიდების რიტუალური მელოდიებით, როზენკრეიცერების ოკულტური სიმბოლიკით, ხსნის არმიის, ქუჩის მსვლელობებით და ასე შემდეგ. ისინი არაგონივრულად მიიჩნევენ გავლენის ასეთი მდიდარი არსენალის უგულებელყოფას. თუმცა ასეთი შეთვისებები სულაც არ არის უვნებელი კოსმეტიკა. მათში დაფარულია საფრთხეები. ეს მსგავსება არხების შექმნას, რომელთა მეშვეობითაც სულიერი ტყუილი შეაღწევს თითქოს იჟონება ეკლესიაში. ბიბლიაში აღწერილია წინასწარმეტყველ ელისეს ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა. სამარია სირიის ჯარებით იყო გარშემორტყმული. შიმშილობა დაიწყო და მაცხოვრებლებმა საჭმლის მოსამზადებლად ბალახეულის შეგროვება დაიწყეს. ერთმა კაცმა ქალაქის კედლებთან დაინახა უცნობი ეგზოტიკური მცენარე, რომელიც სუროს ჰგავდა. მას მოეწონა მისი გარეგნობა, მოწყვიტა და სხვა მწვანილებთან ერთად ქვაბში ჩააგდო. როდესაც მწვანილი ადუღდა და ხალხმა ქვაბიდან წყლის ამოღება და საჭმლის ჭამა დაიწყეს, ტკივილი იგრძნეს, საკვები შხამად იქცა. ღვთის კაცო, ქვაბში სიკვდილია, შეძახეს მათ, წინასწარმეტყველს და დახმარებას ევედრებოდნენ. ერთმა უცნობმა მცენარემ საკვები მოწამლა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დოგმატები მარადიულია, ხოლო რიტუალები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ბიბლია სხვაგვარად გვასწავლის,
მოსემ სინას მთაზე მიიღო არა მხოლოდ გამოცხადება კანონისა, დოგმატური დოქტრინის სახით, მას ასევე მიეცა კარვის ძველი აღთქმის ეკლესიის გეგმა, ასევე მითითებები ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული მასალებისა და ყველა ნივთის შესახებ, ასევე როგორც ძველი აღთქმა გაცხადდა ახალ აღთქმაში, ასევე ძველი აღთქმის ტაძრის სიმბოლოებმა მათი წინასწარმეტყველური მნიშვნელობით მიიღო მისტიკური გამოცხადება და უმაღლესი მნიშვნელობა ახალი აღთქმის ეკლესიაში. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სათავეში ისევ დგას განცხადება, გადმოცემის თანახმად ლიტურგიის წესგანგება თავად ქრისტემ დაუდგინა მოციქულ იაკობს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს. ლიტურგიის შემდგომი ფორმები კი ამ წესგანგების შემოკლებული ვერსიებია, ასევე ღვთის გამოცხადების შესაბამისად. ადამიანის შემოქმედება ეფუძნება ემოციურ აღქმას და წარმოსახვის ძალას, ანუ გონიერების, მოდელირების უნარს, ხოლო რელიგიური რეალიების სხვა სამყაროს მიეკუთვნება, სულიერ სამყაროს და სხვაგვარი მისტიკური ჭვრეტის მეშვეობით მიიღწევა. დავასრულებთ იმით, რითაც დავიწყეთ. მოდერნისტები ემოციურ გრძნობებზე დაყრდნობით ზოგჯერ პოეტურ და მგზნებარე, მაგრამ არა ვნებისა და აფექტისგან განწმენდილ სურთ სულიერი მოვლენების შეფასება. ეს იგივეა, რაც შეხებით აღიქვა ადამიანის აზროვნება. სულიერ სამყაროს ნაცვლად ისინი ქმნიან საკუთარ ფანტასტიკურ სამყაროს, ილუზიის, ანუ ტყუილის სამყაროს. სულიერ სამყაროსთან შეხება მიიღწევა მხოლოდ სინამდვილით და ვნებებთან ბრძოლით, მართლმადიდებლური მისტიკის და ასკეტიზმის მეშვეობით და ის, ვინც დაინახავს ამ სამყაროს თუნდაც ბუნდოვან მონახას, გაოცებული დარჩება მისი სილამაზის წინაშე. არქიმანდრიტი რაფაელ კარელი.